სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთანაც მე ქრისტეს მიერ საყვარელო მან უნდა დანო ილოცავ ყველას დევანჯელ დასასწაულს ხსენებას წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი თავთა მოციქული უწოდა ამ ორ ჭეშმარიტად დიდ წმინდანს ეკლესიამ საინტერესოა რომ ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ ქრისტეს 12 მოწაფეთაგანი იყო მაცხოვრის გვერდში ყოფი წლების მანძილზე ხოლო მეორე იცით რომ მაცხოვრის ვარცხმის მისი ამაღლების შემდგომ მოიქცა და გახდა ქრისტიანი. თითქოს აი ამ ორი ადამიანის ბედით და მათი ერთ დღეს ხსენებით და ეკლესიის მიერ მათი შერწყმით თავთა მოციქულთა ეკლესია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჩვენ რომ პირველი ჟამის და ბოლო ჟამის მუშაკი ერთსაერთ სასყიდელს მიიღებს. თავარია ამ მუშაკის გული და სული იყოს მიწვნილი ღვთისათვის ისეთი ხურვალებით, ისეთი უშურველობით და თავგანწირით, როგორც ეს იყო მოციქულები პეტრეს და პავლეს მაგალითში. მოციქულ პეტრეს მაცხოვარი ეუბნება, რომ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაში. თითქოს კლდეს უწოდებს მაცხოვარი წმინდა მოციქულ პეტრეს, მაგრამ უწოდებს როდის იმის შემდგომ, როდესაც სვავს კითხვას, რას ამბობენ ჩემზე ადამიანები და მოციქულები პასუხობენ, რომ ზოგი იტყვისო იოანე წინასწარმეტყველიო, ზოგი ილიაო, ზოგი ელიაზარიო და წინასწარმეტყველთაგანიო ერთ-ერთიო და თქვენ რას იტყვით ჩემზეო და ბრძანებს ამ დროს მოციქული პეტრე, რომ შენ ხარ ქრისტე ძევთისა ცხოველისა. აი ეს აღიარება, რომელიც მან სულით, ღვთაებრივი სულით გამოსვა და რომელიც რა თქმა უნდა მის გულში და გონებაში ასევე იყო დაბრეჭდილი აი ამ სარწმუნოებრივი აღიარების გამო მას უწოდებს მაცხოვარი კლდე, ანუ სარწმუნოების კლდე და სიმტკიცე. თუმცა ძალიან მალევე ეს კლდე იქნება განხარვებული, იქნება შემოსვლილი და ქალის წინაშე, სახური ქალის წინაშე, რომელიც ეკითხება პეტრე მოციქულს, რომ შენ ხომ მისი მოწაფე იყავიო, მის მოწაფედაგანი ხარო და ის ამბობს, არა, არ ვიცნობ მასო. და აი როგორ კიდევ ერთხელ აი მაცხოვარი თავის საოცარ კაცს მოყვარებას აჩვენებს უკვე ამის შემდგომ მოციქულ პეტრეს, რომელმაც კი უღალა და რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ იშიშვა სატევანი და მზად იყო, რომ გადაშვებულიყო საბრძოლველად ქრისტეს დასაცავად და ცოტა ხნის მერე შეშინებული სამგზის უარყოფს ქრისტეს, უარყოფს ხევლის წინაშე, ქალის წინაშე. აი ადამიანების
ბუნების სისუსტე, მაგრამ მაცხოვარი ხედავს და სარწმუნოებას და მკურვალებას პეტრესი და ძალიან კარგად უწყის ადამიანის ბუნების სისუსტე, მისი დაცემულობა, ასევე სამგზის ღალატის შემდგომ სამგზის შენდობას აძლევს მას სიტყვებით გიყვარმე ამ შეკითხვის დასვით და სამჯერვე გებულობს პასუხს მიყვარს ხარ შემოყალო და შეწუხებული როდესაც ამბობს პეტრე რომ შეხო იცი და ყოველივე უწყი რომ მიყვარს შენ და კვლავ პასუხობს მაცხოვარი დამთხსენ ცხოვარნი ჩემი ის ცხოვართა ანუ ქრისტეს სამწყსოს წყემსად ადგენს მოციქულებს და კლდედ უწოდებს არა მხოლოდ პეტრეს, არამედ უწოდებს მთელს ეკლესიას აი ამ კლდეზე დაფუძნებულს, კლდეზე აღშენებულს და თავად ეს კლდე არის ქრისტე, ისე როგორც ამას ბრძანებს მოციქული პავლე, კლდე იგი ქრისტე არის. აი ეს კლდე, რომელზედაც ეფუძნება ჩვენი სარწმუნოება ქრისტეს მიერ საყვარელო მოციქულთად გამოყენებული ვიდრე დღევანდელ დღემდე ეს არის ქრისტე. აი ამ კლდეზე არის დაფუძნებული ჩვენი მართლმადიდებელი დედა ეკლესია და ჭერი ჯოჯოხეთის არის ვერეოდია მას და პავლე მოციქული კიდევ საოცარი მაგალითი აი ამ ბრძოლის რომელიც გამოცხადებული იყო ეკლესიაზე, ეკლესიის წევრებზე, ჰქონდა სრული უფლება-მოსილება მღვდელმთავართან პავლე მოციქულს, რომ არათუ ქრისტიანები დაესაჯა, არამედ უნდა მოეძებნა ისინი. ანუ მას ჰქონდა უფლება-მოსილება შესულიყო ნებისმიერ სახლში, რომელსაც ის საერთოდ მიიჩნევდა, გაეღო ნებისმიერი კარი და იქ ეძებნა ქრისტეს მოწაფეები, იქ ეძებნა ქრისტეს ამღიარებელი ადამიანი და ისინი გადაეცა საჯულისათვის და გადაეცა დასაჯელად და სასიკვდილოდაც კი. და ეს ადამიანი, რომელიც სტეფანე პირველ მოწამის წამების დროს დარაჯობდა ტანისამოს იმ ადამიანებისა, რომლებმაც ქვით ჩაქოლეს წმინდა დიდ მოწამე სტეფანე, აი ეს ადამიანი ხდება უერთგულესი მსახური ქრისტეს, რომელმაც გასწირა საკუთარი თავი, დაიწყა ყოველივე ამ ქვეყნიური, ამ წუთისოფლის შვება, სიხარული, სიტყვა, უფლება, ყოველივე დაიწყა და თავსიდო, ტკივილი, წუხარება, დევნა, სიკვდილის პირას ყოფნა, შეურაცხყოფა, გინება, ყვედრება, ცემა, აი ეს ყველაფერი თავსიდვა ქრისტეს სიყვარულის გამო და ეს ორივე მოციქული აღესრულა ერთ დღეს 29 ივნისს ანუ 12 ივნისს თანამედროვე კალენდრით და როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ეს იყო ერთი და იგივე წელი, ზოგი ამბობს, რომ იყო წელიწად გამოშვებით 67 და 68 წელი, ზოგი ასახელებს 68 წელს, მაგრამ ერთი და იგივე დღეს აღესრულა წმინდა მოციქულები, ერთი იქნა გაგრული ძელზე და ხოლო მეორეს ბოხვეთის თავი და უკვე პირველივე დღეებიდან მათი აღსასრულისა დიდი იყო თაყვანისცემა ქრისტიანების მათ მიმართ, მათი ჩრდილი და მათი ოფლიც კი კურნავდა ადამიანებს და მით უმეტეს მათი წმინდა სხეულის ნაწილები იყვნენ სათაყვანისმცემლნი და სარწმუნოებით მიახლებულთათვის იყვნენ მაკურნებელნი და მომნიჭებელნი
სიმართლის გამდევნებული ეშმაკთა და სათვალოებაში განმტკიცებული. ეს დიდი მოციქულები ქრისტეს მიერ საყვარელო არიან მეოხე წინაშე ღვთისა ჩვენი ეკლესიისათვის. ჩვენ მათი ეკლესიის წევრები ვართ, მათ მიერ დაფუძნებული, მათ მიერ ნაკადაგები სიტყვის, ქრისტეს სიტყვის და ქრისტეს საწმუნოების მიმდევრები ვართ ჩვენ და მათი მაგალითი ჩვენ უნდა ვახსოვდეს, რომ როგორც მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს, უკეთ უმემდევნოსო, თქვენც უბდევნონე და ეს უნდა გვახსოვდეს, რომ უკეთ ქრისტე დევნეს, უკეთ სასწაულთ მოქმედი მოციქულები და წმინდანები დევნეს. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ცხოვრებაში შევხვდებით წუხარებას, შევხვდებით უმადურობას, შევხვდებით ძალიან ახლობელი ადამიანისაგან თუნდაც ვერ გაგებას, ვერ თანადგომას, უყურადღებობას, უმადურობას, ან ტყუილს და ცილის წამებას და შეიძლება უფრო ძიმე და მტკივნეულს ამ წუთის სოფელში და შესაძლებელია დევნაც კი იყოს მოწმილი, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, არამედ პირიქით უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ვართ ამ ეკლესიის წევრები, პირიქით ეს ყველაფერი უნდა თავს ვიდოთ და ისე როგორც მოციქულები შეუდგნენ ქრისტეს ვიდრე სიკვდილამდე, ასე ჩვენც უნდა შევხვდეთ შედგომა ქრისტესიდან, მაშინ უკვე ის დიდება, რომელი დიდებითაც ღმერთმა შემოსა თავისი ერთგულით ყველა წმინდანი პირველი საუკუნიდან ვიდრე 21 საუკუნემდე, ან არავინ არ ვიცით, რამდენი საუკუნეა კიდე წინ, რომ რამდენსაც ინებებს გვეთიდან, რომელიც შიც არ უნდა იყოს ქრისტიანის თავდადება და ერთგულება ღვთის მიმართ. ყველა საუკუნის ქრისტიანი ადამიანი შეიმოსება იმ დიდებით, რომელი დიდებითაც ღმერთმა შემოსა თავისი ერთგულით მოციქულები და მისი წმინდანები. და პირველი ჟამის მსახური და ბოლო ჟამის მუშაკიც მოიმუშაკებს ერთი და იგივეს, ერთნაირად, მათ სუფლისას ერთნაირი დიდების თანაზიანი იქნება ღვთის წინაშე. ღმერთმა დაგვეწოთ ქრისტეს ხვალ უკვე ჩვენ ამისად 12 მოციქულის ხსენებას გასცემთ მინდა და დიდი ჭეშმარიტად ადამიანებისა, რომლის მადლიერები უნდა ვიყვეთ ჩვენს ქართველიერი გამეთო გამოდენიმე მათგანმა საქართველოში იქადაგა და ჩვენი ერი ღვთის გზაზე დააყენა და საერთო ჭეშმარიტებას ასწავლა. შეგვეციოს მათი მეოხება ღვთის წინაშე, შეეციოს საქართველოს და ქართველებს. ამინ. ჩვენთან არსებენ.